მინდა ორიოდე ბიბლიური გამონათქვამის შესახებ გესაუბროთ. პირველი, მამა აბრამის ბატკანი. აბრამი ბიბლიური პერსონაჟია, რომელსაც ჰყავდა სიბერის ჟამს შეძენილი უსაყვარლესი შვილი ისაკი. ერთხელ ღმერთმა მოისურვა გამოეცადა აბრამის ერთგულება და უბრძანა. ისაკი მისთვის შეეწირა და სამსხვერპლო კოცონზე დაეწვა. აბრამმა რომ ისაკი სამსხვერპლოზე აიყვანა დასაკლავად, ღმერთის ბრძანებით ანგელოზმა მახვილ შემართული ხელი გაუჩერა და ისაკის ნაცვლად უმალკო ბატკანი მიჰგვარა. ისაკის მაგიერ აბრამმა ეს ბატკანი დაკლა და შესწირა ღმერთს. ამიტომაც მამა აბრამის ბატკანს უწოდებენ ხოლმე უმციკლო ადამიანს, რომელსაც არავის წინაშე არაფერი დაუშავებია, მაგრამ სასჯელს მაინც იღებს. გამოთქმას ხშირად ცინიკური საპირისპირო მნიშვნელობითაც იყენებენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცოდვილნი არიან, მაგრამ საზოგადოებას ან ცალკეულ ინდივიდს თავს უცოდველად აჩვენებენ. მეორე, მანანა. ბიბლიაში გამოსვლის წიგნში ვკითხულობთ, რომ როდესაც ეგვიპტიდან ლტოლვილი ებრაელები უდაბნოში მიდიოდნენ, ღმერთი მათ ციურ საკვებს მანანას უგზავნიდა. იგი ქინძის თესლივით იყო და თაფლის კვერის გემო ჰქონდა. კრებდნენ და ჭამდნენ ისრაელის ძენი მანანას 40 წელი დასახლებულ ქვეყანაში მისვლამდე. აღნიშნულ გამოთქმას ახლა უშრომელი საკვების, უშრომელი შემოსავლის მნიშვნელობა აქვს.